პუტინმა ბირთვული მუქარა ბელარუსთან ერთად აამოქმედა, მას შემდეგ რაც ტრამპმა კვლავ დაუმიზნა რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და კუბისგან შემდგარ მეტოქე ბლოკს. ამ პარასკევს 2026 წლის 22 მაისს მოსკოვმა დასავლეთისთვის გზავნილის გასაგზავნად ჯარები, რაკეტები, წყალქვეშა ნავები და ბირთვული სარდლობა წურთანში ჩართო. მაგრამ ეს ნაბიჯი უფრო მეტ ზეწოლას ავლენს, ვიდრე თავდაჯერებულობას. დონალდ ტრამპმა ირანს ურანის გამო ზეწოლა მოუხდინა. კუბა კარიბის ზღვის რეგიონში ყურადღების ცენტრში მოაქცია. ჰორმუზში შანტაჟის მიმართ გამკაცრდა და აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ამ ბლოკს ცალკე უკრიზისებად არ განიხილავს. აქ ვლადიმერ პუტინი ყველაზე საში შენას მიმართავს. ატომური მუქარით ცდილობს შეაშინოს მთავრობები, შეაჩეროს გადაწყვეტილებები და დაიცვას მოკავშირეები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ამერიკული ძალის დაბრუნების სიმძიმის შეგრძნება. მაგრამ ეხლა კითხვა სხვაგვარია. ვლადიმერ პუტინი იმუქრება იმიტომ, რომ თამაშს აკონტროლებს, თუ იმიტომ, რომ მიხვდა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ მტრული ბლოკის გულში დაუმიზნა. და რატომ გაამკაცრა მოსკოვმა ტონი სწორედ ეხლა? ამ ყველაფერს ახლავე გეტყვი, მაგრამ ახლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, ისეთი სანდოობით, როგორიც მილსონ ალვესს აქვს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ რუსული და ბელორუსული ძალები ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. Associated Press-ის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობდა 64,000 სამხედრო, 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები, 140 თვითმფრინავი, 73 სამხედრო გემი და 13 წყალქვეშა ნავი, მათ შორის 8 კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტებით. სურთნამ გამოცადა ისეთი სისტემები, როგორიცაა IARS, სინევა, ცირკონი, კინჟალი და ისკანდერი. ფაქტობრივად პუტინმა ბირთვული ძალა გამოფინა, რათა ეჩვენებინა, რომ რუსეთი კვლავ სულს აღიქმებოდეს როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია შიშით მსოფლიოში აჩეროს. პუტინმა თქვა, რომ ბირთვული იარაღი არის უკიდურესი საშუალება, მაგრამ ასევე არნიშნა, რომ გლობალური დაძაბულობა მოითხოვს რუსეთის ბირთვული ტრიადის მზადყოფნის შენარჩუნებას. ალექსანდრ ლუკაშენკომ იგივე ტონი გაამყარა, როდესაც თქვა, რომ ბელარუსი არ ემუქრება არავის, მაგრამ აქვს ბირთვული იარაღი და მზად არის დაიცვას თავისი ტერიტორია. ეს განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა. ეს განცხადება გაჩნდა იმ დროს, როდესაც მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გავლენა ბელარუსზე, მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე, დააშინოს ნატო და აჩვენოს, რომ ჩინეთისთვის, ირანისთვის და სხვა მთავრობებისთვის სასარგებლოა, რომლებიც აშშ-ის დასუსტებაზე დებენ ფსონს. დონალდ ტრამპი ამ კრიზისში არ ჩანს როგორც კუთხეში მიმწყვდეული ადამიანი. ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ გამოიყენა პირდაპირი ზეწოლა, გააზრებული გაურკვევლობა და სტრატეგიული ყოფნა, რათა მოწინააღმდეგე ბლოკი სიფრთხილეში ჩაეყენებინა. ის ირანს მიზანში იღებს ბირთვული პროგრამის გამო, კუბას განიხილავს როგორც კომუნისტურ ნაწილს კარიბის ზღვის რეგიონში და პუტინსა და სი ძინპინს შორის დაახლოებას აღიქვამს როგორც იმავე ბლოკის ნაწილს, რომელიც ვაშინგტონის გამოწვევას ცდილობს. აი აქა პუტინი ამაღლებს ბირთვულ ტონს არა იმიტომ, რომ ტრამპი პანიკაშია, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა შეამჩნია თეთრი სახლი ისევ ზეწოლას ახორციელებს ყველაზე მტკივნეულ წერტილზე. ირანი ამ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ტრამპმა 2026 წლის 21 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის რეჟიმისგან მაღალდამდიდრებული ურანის ამოღებას აპირებს და ხელს შეუშლის თეირანს შეინარჩუნოს მასალა, რომელსაც ბირთვული საფრთხის შექმნა შეუძლია. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მთავრობა ირანისგან ამ მარაგის გადაცემას ითხოვს, მაშინ როცა ირანული წყაროები თეირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგობას მიუფაზე მიუთითებენ. მარკო რუბიომ ასევე გაამკაცრა განცხადება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან გემების გადაადგილებაზე ნებისმიერი გადასახადის დაწესება თეირანთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს გახდის. ირანის წინადადება შეიქმნას ორგანო მარშრუტის კონტროლისთვის და გადასახადების ამოსაღებად აღიქმება როგორც გლობალური და არალეგალური მუქარა. კუბა ამ რუკაზე იმიტომ ჩნდება, რომ ის ამერიკის ეზოს ყველაზე მგრძნობიარე წერტილში მდებარეობს. დონალდ ტრამპმა უარყო, რომ ავიამზიდების ყოფნა კუნძულთან ახლოს მიზნად ისახავს კუბის რეჟიმის დაშინებას და განაცხადა, რომ მათი განზრახვაა კუბის ხალხის დახმარება ჰუმანიტარული საფუძვლით. მაგრამ ამ მოძრაობის სიმბოლური ძალა შეუძლებელია უგულებელყო. როდესაც ვაშინგტონი კარიბის ზღვის აუზში საზღვაო ძალებს აგზავნის და მარკო რუბიო ამბობს, რომ კუბასთან მოლაპარაკებული გადაწყვეტის შანსი დაბალია, კომუნისტური რეჟიმი იღებს მკაფიო გაფრთხილებას. კუნძული არ განიხილება როგორც თავისუფალი სივრცე მოსკოვის, პეკინის ან თეირანის გავლენისთვის. პუტინი ამზაფრებს ტონს, რადგან დაინახა, რომ ტრამპმა ირანზე ზეწოლა გააძლიერა, დიპლომატიურად შემოარტყა კუბას, კარიბის ზღვის აუზში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და შეერთებული შტატები გლობალური ზეწოლის ცენტრში დააბრუნა.
ვისაც გიგანტური ბირთვული წვრთნის ჩატარება სჭირდება იმისთვის, რომ გზავნილი გააგზავნოს, მოსკოვია, ხოლო ვინც მოწინააღმდეგეს აიძულებს, რომ თავი გამოავლინოს, ვაშინგტონია. პუტინსა და სი ძინპინს შორის დაახლოებაც გულუფხვილოდ არ უნდა აღვიქვათ. როდესაც ავტორიტარი ლიდერები ერთიანობას აჩვენებენ, ისინი მხოლოდ ძალას არ აჩვენებენ, არამედ ცდილობენ თავიანთი სისუსტეებიც დაფარონ. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური სუნთქვისთვის. ჩინეთი კი რუსეთს იყენებს როგორც შუბის წვერს დასავლეთის წინააღმდეგ. ირანი ცდილობს გადარჩენას ბირთვული მუქარის, დრონების, რაკეტებისა და მარშრუტების კონტროლის პირობებში. კუბა გარედან ეძებს დახმარებას, რადგან მისი კომუნისტური მოდელი ხალხს დეფიციტში ჩაძირა. ტრამპმა გაიგო, რომ ეს პრობლემები ცალ-ცალკე არ არის. ისინი ერთი და იმავე დაფაზე მდგარი ფიგურებია. თეთრმა სახმა ასევე დაიწყო დრონებისა და ძალაუფლების სტრუქტურებზე თავდასხმების რეალურ საფრთხედ განხილვა. ტრამპმა ისაუბრა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, სქელ მინის, დაცულ კედლებსა და დრონებისგან დამცავ სტრუქტურაზე. ტრამპი საუბრობს სახელმწიფო დაცვის შესახებ იმ დროს, როდესაც მეტოქე რეჟიმები იყენებენ მარტივ ტექნოლოგიებს უზარმაზარი პოლიტიკური ეფექტის შესაქმნელად. ისტორიული ფაქტი, რომელიც ამ მომენტის გაგებაში გვეხმარება, არის აბელ არჩერის წვრთნები 1983 წელს. 1983. ცივი ომის დროს ნატომ ჩაატარა ბირთვული სარდლობის წვრთნა, ხოლო საბჭოთა კავშირმა ამ მოძრაობის ნაწილი შესაძლო რეალური თავდასხმისთვის მზადებად აღიქვა. ამერიკული ოფიციალური დოკუმენტები აჩვენებს, რომ იმ ეპიზოდმა გაზარდა დაძაბულობა და გამოავლინა, როგორ შეიძლება სამხედრო წვრთნები გადაიქცეს ზეწოლის, შიშისა და სტრატეგიული გათვლის ინსტრუმენტად. სხვაობა ახლა ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ტიპის დემონსტრაციას ღიად იყენებს, კამერებით, ციფრებითა და საჯარო გზავნილებით, რათა შეაჩეროს დასავლეთის გადაწყვეტილებები. ჩრდილოეთ კორეასთან შედარებაც აჩვენებს დონალდ ტრამპის მეთოდს. 2017 წელს კიმ ჩენ ინმა გაზარდა ბირთვული მუქარა და გამოცადა ამერიკის ზღვარი. ტრამპმა უპასუხა მკაცრიენით, სანქციებით და მაქსიმალური ზეწოლით. შემდეგ კი გზა გაუხსნა პირდაპირ დიპლომატიას. ის, რასაც მისი კრიტიკოსები სიგიჟეს უწოდებდნენ, გადაიქცა ძალისა და მოლაპარაკების კომბინაციად. ეს ლოგიკა ახლა ირანის, რუსეთისა და კუბის წინააღმდეგაც ჩანს. სხვა ქვეყნებმა უკვე გაიგეს, რომ სისუსტე აგრესიას იწვევს. ისრაელი არ ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მორალურ ნებართვას, როდესაც თავის საზღვრებთან ეგზისტენციურ საფრთხეს ხედავს. პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები განგაშ ზრდიან, როცა რუსულ მოძრაობას ამჩნევენ. სპარსეთის ყურის ქვეყნები შეშფოთებით რეაგირებენ, როცა თეირანი ჰორმუზის კონტროლს ცდილობს. თითოეულ რეგიონს თავისი ტკივილი აქვს, მაგრამ ლოგიკა მსგავსია. როდესაც რეჟიმი საზღვრებს ცდის, ვიღაცამ უნდა აჩვენოს, რომ ფასი გაიზარდა. დონალდ ტრამპი ამას გლობალურ მასშტაბზე იყენებს. კარიბები, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა და ინდოწყნარი ოკეანე ერთსა და იმავე ზეწოლის გათვლაში ერთიანდება. ეხლა უშუალო შედეგი ნერვების ომია. ვლადიმირ პუტინი შეეცდება ბირთვული მუქარა მუდმივად იყოს სიახლეებში. ევროპის მთავრობების შესაშინებლად და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს ჩნდება როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვმა იგრძნო თეთრი სახლის წონა, რომელიც კვლავ მთელ ბლოკს უმიზნებს კუბური კომუნიზმისისა და ირანული შანტაჟის გამიჯვნის გარეშე. ჩინეთის გაფართოება და რუსეთის დაშინება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.